გამოხდა დღეს მსოფლიოში დროა დავიწყოთ ძეგლის ამბავით, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიდგა. ეს არის კრიპტოენთუზიასტების მიერ შექმნილი ძეგლი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპატივცემლოდ განთავსებული ამერიკის შეერთებულ შტატებში. ოქროსფერი ქანდაკების სიმაღლეა 3.7 მეტრი, რომ მოუყვეთ სპეციფიკაციები ამ ძეგლისა და ხელგამოშვერილ პრეზიდენტს გამოსახავს, რომელიც იღიმის და მაყურებელს ბიტკოინს თავაზობთ. ალბათ მარტივად მივხვდებით, რომ კრიპტოენთუზიასტების პოზიცია იყო ის, რომ იმ ხარდაჭერისთვის, რომელსაც დონალდ ტრამპი იჩენს ამ ინდუსტრიის მისამართით, მადლობა ასე გადაუხადეს. არ ვიცი დონალდ ტრამპს რამდენად მოეწონება მის ძეგლი, თუმცა არ არის გამორიცხული კმაყოფილი იყოს, იმიტომ რომ პრინციპში არ გამოიყურება ცუდად, თან 3.7 მეტრი საკმაოდ მაღალია, თან ოქროსფერია. ინსტალაციის ავტორები განმარტავენ, რომ ამ ძეგლის დადგმით მათ ტრამპის მიმართ მადლიერების გამოხატვა და ამ აზრის დაფიქსირება სურთ, რომ ბიტკოინ ფინანსური სამყაროს მომავალია და ამერიკის 57-მე პრეზიდენტი ამას კარგად აცნობიერებს. რა თქმა უნდა, კარგად აცნობიერებს მისი ნაბიჯებიდან გამომდინარე, რომელიც კრიპტოინდუსტრიის მისამართით და მიმართულებით გადადგა, იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც ის ატარებს და იმ საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელსაც გეგმავს და უკვე განხორციელებულიც აქვს. ხო, ეს ცნობილია, რომ ტრამპი აქტიური მხარდამჭერია კრიპტომიმართულებისა, თუმცა ამას ვერ ვიტყოდით მისი წინა პრეზიდენტობის და საპრეზიდენტო კამპანიის პირობებში, როცა ის დამარცხდა ჯო ბაიდენთან. ხო, მას შემდეგ ტრამპის პოზიცია სოციალურ ბიტკოინთან მიმართებით რადიკალურადაც შეიცვალა და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ტრამპის უმსხვილეს დონორებს შორის მეორე საპრეზიდენტო არჩევნების წინა საარჩევნო კამპანიის დროს იყვნენ ძირითადად კრიპტობირჟების დამფუძნებლები და კრიპტოკომპანიების ხელმძღვანელები, ყველაზე დიდი დონაციები ამ სექტორიდან იქნა წამოსული. ეს მიდგომის ცვლილება არ მეტყველებს ცუდად დონალდ ტრამპზე, რადგან მას შეუძლია იყოს მოქნილი, მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც რა თქმა უნდა მისთვის პირველ რიგში იქნება მომგებიანი და შემდეგ უკვე ქვეყნისათვის რომელიც პრეზიდენტის თავად გახდა. კი და აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ რეალურად ტრამპის ოჯახი ყველაზე დიდ ფინანსურ სარგებელს ბოლო პერიოდში სწორედ კრიპტოინდუსტრიით იღებს. მისი შვილები არიან ორი ცალკეული კრიპტოკომპანიის დამფუძნებლები. ერთხელ ეს არის American Bitcoin, ეს არის ძალიან მსხვილი მაინინგ კომპანია, ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მეორე ეს არის World Liberty Financial, რომელიც კრიპტოვალუტების ემიტენტი კომპანია. მოკლედ ტრამპი პირდაპირაც ხეირობს ბიტკოინით და კარგი ძეგლი გავს დონალდ ტრამპს. გავს და თან ისეთი პოზიტიური განწყობის მქონე ძეგლია. სავარაუდოდ მოეწონება ზოგადად ტრამპს ოქროსფერი საგნები ძალიან უყვარს, მისი საყვარელი ფერი არაერთხელ უთქვამს მას, რომ არის სწორედ ოქროსფერი. ამიტომაც გამოუშვა მან ახლა ბოლო დროს რაღაც ოქროს საათი, ოქროს სმარტფონი და ახლა აქვს საკუთარი ოქროს ძეგლი. მოკლედ ყველა მისია შესრულებულია. ტრამპის თემა გავაგზავნოთ, ის ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბრით იყო ჩართული ურსულა ფონ დერ ლაიენთან და საუბრობდა ევროკავშირის მიდგომაზე რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით. მოკლედ, როგორც ჩანს, ორ მხარეს შორის იქნა მიღწეული შეთანხმება მინიმუმ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან უკვე ევროკავშირის მოხმარება რუსული ნავთობისა უნდა გახდეს 0%. ეს არის ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მკაცრი მოთხოვნა, რადგანაც ის ამბობს, რომ იმისათვის, რომ ამერიკას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მეორე და მესამეულ ქვეყნებს დაუწესოთ სანქციები ან ტარიფები, იმ შემთხვევაში თუ კი ისინი რუსულ ნავთობს იყიდიან, ამ პირობას მინიმუმ უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირი, რადგანაც ეს იქნება უბრალოდ ორმაგი სტანდარტები, რაზედაც ჩინეთში უკვე აპელირებენ და ნავთობზე იყო ხო საუბარი და არა მთლიან ენერგორესურსებზე. არა, რა თქმა უნდა, რადგანაც ყველაფრის ჩანაცვლება ჯერ ვერ მოხერხდება. თუმცა ტემპი, რომელიც აღებულია ნავთობთან მიმართებით, თუ ასე გაგრძელდება 2028 წელს ეს რეალისტური რიცხვია 0%, რადგან 3%-ია უკვე და გასულია. უბრალოდ ეს 3% არის უნგრეთი, სლოვაკეთი, რომლებიც არიან ცოტა რიყოს და რთულ ვითარებაში, მათ ალტერნატივები ეს ხელმისაწვდომად არ აქვთ და შეიძლება თეორიულად უნგრეთმა და სლოვაკეთმა ეს ინიციატივა დაბლოკონ კიდეც ვეტოს გზით უნგრეთისგან ეს გასაკვირი ნამდვილად არ იქნება განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ვიცით, რომ ქვეყანას ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ გასაგები იქნება ალბათ ტრამპისთვის. კი, ნამდვილად, თუმცა ეს არგუმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩინეთთან მიმართებით, რადგან ჩინეთი აცხადებს უკვე საჯაროდ იმას, რომ როგორ შეიძლება ამერიკამ მოითხოვოს ჩინეთის მხრიდან რუსულ ნავთობზე უარის თქმა, როდესაც ევროკავშირიც კი ყიდულობს ამ ნავთობს.
და ეს ორმაგი სტანდარტებია ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ საკითხზე აპელირებს როგორც ჩანს ჩინეთიც და ინდოეთიც კულუარულ საუბრებში და ეს უკვე ჩანს ოფიციალურ მესიჯშიც ევროკავშირის, ამიტომაც სთხოვს ტრამპი რუსული ნავთობის სამუდამოდ და საბოლოოდ დათმობას. აქ რამდენად გამოვა ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ მზაობა უკვე ტრამპის მხრიდან ჩანს, რომ მას ძალიან სერიოზულად აქვს გააზრებული და გათვითცნობიერებული ის, რომ თუ კი რუსული ნავთობის მოხმარება არ შეწყდება პლანეტის მასშტაბით, სანქციების დაწესებას არანაირი აზრი არ ექნება. ამას ხვდებიან ამერიკაში, ყველაფერი კარგად აქვთ დათვლილი და ისიც იციან, როგორ დგება რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი და ისიც იციან, რომ ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოდის სწორედ ნავთობსა და გაზზე. კი ბატონო, მე ევროკავშირის თემა რომ გავაგრძელოთ, ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის უკრაინისათვის გრძელვადიანი ზესხის გადაცემას გეგმავს ამ თანხიდან. ამჯერად საქმე ეხება 170 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტს, რომელიც უკრაინისათვის რამდენიმე ტრანშად შეიძლება იქნეს გამოყოფილი. ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა ამ თემაზე, აქ საუბარია ცხადია იმ რუსულ აქტივებზე, რომელიც 300 მილიარდს მოიცავს და რომელიც გაყინულია ევროკავშირის მხრიდან. შესაბამისად ამ 300 მილიარდს ერიცხება სარგებელი და სწორედ ამ სარგებელთან მიმართებით არის ევროკავშირის მიერ მისაღები გადაწყვეტილება. ცხადია ძირს აქ არ ეხებიან, ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ძირთან მიმართებით გადაწყვეტილება ერთსულოვნად არის მიღებული, რომ ძირს არაფერი თანხა არ მოაკლდება, თუმცა რაც შეეხება დარიცხულ სარგებელს, ამაზე ჯერჯერობით ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება არ არის. თუმცა ერთჯერადი დახმარება, როგორც ვიცით, უკვე გაცემულია უკრაინაზე, სესხის სახით გაიცა ისიც, ესე იყო 50 მილიარდი ევრო, თუმცა პირობა იყო შემდეგი, რომ ამ სესხის თანხა დაიფარებოდა იმ სარგებელით, რომელიც 300 მილიარდს ამ ხნის განმავლობაში დაერიცხებოდა, ანუ ჩავთვალოთ, რომ ეს 50 მილიარდი უკრაინისათვის არის გაცემული გრანტად. თუმცა ეს ერთჯერადი დახმარება ცხადია საკმარისი არ არის, უმოძრაოდ დატოვებული 300 მილიარდი ყოველთვიურად აგროვებს აქტივებს იზრდება და შესაბამისად ამ თანხის გადაცემა უკრაინისათვის წესით სამართლიანად გამოიყურება, რადგან ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჯიშვითთან, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი იქნება ისევე როგორც შიგნით ევროკავშირში, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს დახმარება გამოყოფილი იქნება, რა მოცულობა იქნება, ეს იქნება 170 მილიარდი, ისე 50 მილიარდი თუ არა, ამას რა თქმა უნდა. რამდენიმე ტრანში იქნება, თუმცა როგორც ჩვენ ერთხელ აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია, რომ ამას რაღაც სამართლებრივი საფუძველი ჰქონდეს, რაღაც დოკუმენტი იყოს მიღებული, რომლის მიხედვით თქვათ უკრაინასაც, ევროკავშირსაც, G7-ის ქვეყნებს ეცოდინებათ, რომ აი ამ თანხიდან როცა სარგებელი თქვათ 50 მილიარდზე პირობითად დავა გადაერიცხება უკრაინას და დაფარო მოხდება ასე. მაგრამ ასე ერთჯერადად დახმარებები კი შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამას სტრუქტურული ხასიათი ჰქონდეს, ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ ომი გაგრძელდება და შემდეგ უკრაინას ომის დასრულების შემდეგ დახმარება დასჭირდება, ცხადია, ინფრასტრუქტურა აღადგინოს და უახერხოს ეკონომიკის სრული გამართვა მთელს თავის ტერიტორიაზე. ხო, ევროკავშირთან დაკავშირებით კიდევ გვაქვს ერთი ძალიან უცნაური ამბავი, ეს უკავშირდება ევროკავშირის პოზიციას და როგორც ჩანს, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკვე მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს, რომ დაიწყონ დივერსიფიცირება და დივერსიფიკაცია უნდა დაიწყონ მათ ამერიკასთან მიმართებით. როგორც ჩანს, უკვე ევროკავშირში ამერიკაზე დამოკიდებულებას მიიჩნევენ გარკვეულწილად გეოპოლიტიკურ რისკად, რაც, პრინციპში თეორიულად არის კიდეც ასე, რადგანაც ამერიკა მაინც არის ცალკე სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი კერძო ინტერესები და თუკი ტრამპი ჩათვლის საჭიროდ, რომ მაგალითად დააწესოს ტარიფები გარკვეულ პროდუქტებზე და სერვისებზე, ევროკავშირი ვერაფერს ვერ იზამს ამის შესაჩერებლად და ევროკავშირი თავის მხრივ არის სწორედ დამოკიდებული ამერიკის ბაზარზე. მოკლედ, ევროკავშირში ამ დამოკიდებულების შემცირება გონიათ, რომ გამოვა ჩინეთის და ინდოეთის ხარჯზე, განსაკუთრებით ინდოეთზე ფოკუსირებით, რადგანაც ინდოეთი არის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა, იქ ცხოვრობს ყველაზე მეტი ადამიანი, მათი მოსახლეობაც იზრდება სწრაფად და ზოგადად, ხა ინდოეთი ცხადია მდიდარი სახელმწიფო არსებითი პარამეტრით არ არის, მაგრამ შუა ფენა, რასაც ქვია middle class, ეს იმდენად სწრაფი ტემპით შეიძლება დაიზარდოს მომდევნო აწლების განმავლობაში, რომ როგორც ჩინეთში მოხდა, ზუსტად იგივე რამ შეიძლება მოხდეს, ან უფრო სწრაფადაც კი, თუ კი დავაკვირდებით ეკონომიკური ზრდის ტემპს, რომ ძალიან დიდი მოთხოვნა შეიძლება გაჩნდეს ევროპულ პროდუქტებსა და სერვისებზე. ჩინეთში ჩვენ ვიცით, რომ ევროპული მაღალი მოდის ინდუსტრია ფაქტობრივად სრულად უკვე არის ფოკუსირებული ჩინეთში გაყიდვაზე პროდუქტების, ეს არის ახალი ამბავი, ავტომწარმოებელი კომპანიებიც
ყველაზე მეტ ავტომობილებს ყიდიან ჩინეთის ბაზარზე. იგივე რამ შეიძლება მოხდეს ინდოეთში და ამიტომაც ევროკავშირში ფიქრობენ, რომ ახლა სწორედ კარგი დროა იმისათვის, რომ ევროპა გადაერთოს უკვე ინდოეთის ბაზრისკენ, ახალი კავშირები გაჩნდეს, ზოგიერთი ბრენდი მათ შორის შევიდეს ინდოეთის ბაზარზე სრულფასოვნად და დაიწყოს ბაზრის ათვისება, ბაზრის დამუშავება, რადგანაც მარტივად რომ ვთქვათ, ახალი თაობის კლიენტების მომზადება სჭირდება წლები. ეს არ არის ერთ დღეს შეხვედი და ხვალ ყველა შენი მომხმარებელი გახდება, ესეთ რამე არ არსებობს ბუნებაში, მაგრამ თუ დაიწყებს სწორად ბაზრის დამუშავებას, ისევე ეს როგორც ჩინეთთან მიმართებით მოხდა, ინდოეთის ძალიან სერიოზული ბაზარი შეიძლება გახდეს ევროკავშირისათვის. აი ესეთი ფიქრები აწუხებთ ევროკავშირში და ეს არის განპირობებული სწორედ რას ფიქრობენ? ტრამპის მიერ გატარებული ამერიკელები რას ფიქრობენ? ხო, ამერიკელები რაც ალბათ ამერიკელებს დიდად არ ადარდებს, რადგან როდესაც ხარ სახელმწიფო, მაშინ იცი რომ მაინც ყველას სჭირდები. ამერიკაზე დამოკიდებულების შემცირება ერთ დღეში არ მოხდება სულ რომ მთელი ევროკავშირი ხო, შეთანხმდეს. თუმცა შეიძლება ევროკავშირმა რაღაც მოლაპარაკებებში, არ ვიცი, რაღაც გარკვეულ გამოიყენოს და იცი რა შემიძლია რომ აი ეგერ არის ინდოეთთან და ჩინეთთან. თუმცა ინდოეთი არის ეს მომავლის საკითხია, 10, 20, 30 წლის თემაა. დღეს ინდოეთი ნამდვილად ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებს ამერიკას, ვერც ერთ პარამეტრში. ამაზე სერიოზულად ლაპარაკი იქნებოდა უბრალოდ არასერიოზული ევროკავშირის მხრიდან. შემდეგი თემა უკავშირდება უკვე ისრაელს და მის თავდაცვის პოტენციალს და შესაძლებლობებს, რომელიც უკვე აქვს ისრაელს. 17 სექტემბერს ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საჰაერო თავდაცვის ლაზერი წარადგინა, რომელიც მათი განცხადებით წლის ბოლომდე სრულად ამოქმედება და ქვეყნის მრავალ შრიან საჰაერო თავდაცვის სისტემას შეუერთდება, ჩაერთვება სრულფასოვნად ამ სისტემაში. 100 კილოვატიანი ლაზერი, რომელსაც Iron Beam დაარქვეს, Rafael Advanced Defense სისტემისა და Elbit Systems-ის მიერ შექმნი. Elbit Systems ჩვენ საქართველოს ვიცნობთ, ისინი აქაც ახორციელებენ საქმიანობას. სამინისტროს ცნობით, სამხრეთ ისრაელში ჩატარებული ტესტები სერიაში სისტემამ წარმატებით შეაჩერა დრონები, რაკეტები, თვითმფრინავები და ჭურვები. ის უახლოეს მომავალში და თვეებში რკინის გუმბათის არაკეტო თავდაცვის სისტემაში ინტეგრირდება და დამატებით დაცვის ფენა შექმნის. ანუ რეალურად რკინის გუმბათი, რომელიც ალბათ ერთ-ერთი მოწინავეა. უბრალოდ ეგ არის უფრო მეტად გათვლილი ბალისტიკურ ან კონტინენტალურ რაკეტებზე, ხოლო ლაზერული თავდაცვის სისტემა უფრო მეტად არის გათვლილი დრონებზე. და დრონები ვიცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საფრთხეა უკვე ისრაელისათვის და ამიტომაც საჭირო იქნა ამ ტექნოლოგიის შემუშავება, რადგან რკინის გუმბათს მარტივად რომ ვთქვათ, ვერ ესვრი დრონს. და შესაბამისად, ხო, ეს არის არა ჩამნაცვლებელი სისტემისა, რომელიც ეს არის შემავსებელი დამხმარე საშუალება, რომ ისრაელმა მოახერხოს და თავდაცვა უფრო ეფექტური გახადოს, შესაბამისად დაზიანება, რომელიც შეიძლება მიიღოს რაკეტებით, დრონებით თუ თვითმფრინავებით, მინიმუმამდე დაიყვანოს. რეალურად ამ სისტემის ინტეგრაცია ალბათ სწრაფად წავა ისრაელის სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე და რამდენად ეფექტიანები არიან ისინი ამ საკითხში. და ეს სისტემა ლაზერი რო არ იყოს ეფექტიანი, ცხადი ის არ ჩაერთვებოდა რკინის გუმბათის სისტემაში და მოკლედ საკმაოდ დიდი ინოვაციაა, რომელიც კიდევ ერთხელ ისრაელმა პირველად შექმნა.